სამხედრო მიმოხილველი ისრაელიდან იაკოვ ფალკოვი არის ხაზზე, კავშირზე, მას მივესალმები, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირდაპირ საქმეზე გადავალ, დრო არ დავხარჯოთ. ომის დაწყებისას ტრამპიც, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუც მაინც ასე ჩანდა ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური განცხადებების დონეზე სწრაფ შედეგზე საუბრობდნენ. ერთი თვის შემდეგ რამდენად განსხვავდება რეალობა ამ მოლოდინებისგან? Absolutურად ნათელია თქვენ მართალი ბრძანდებით, არის ძალიან დიდი განსხვავება იმას შორის, რასაც გვეუბნებოდნენ დასაწყისში, ომის დასაწყისში და ამჟამად რაც გვაქვს. სხვა საქმე არის, რომ გაუგებარია, რამდენად ნამდვილად სწამდათ იმისა, თუ რასაც ღიად აცხადებდნენ, მაგრამ ფაქტად რჩება. დია გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი დასრულდებოდა რამდენიმე კვირაში, მაგრამ ჯერჯერობით კონფლიქტის დასაწყისს ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვხედავთ და ყველაზე მოგრძალებული პროგნოზებით ეს შეიძლება გაგრძელდეს კიდევ მინიმუმ რამდენიმე კვირა უკეთეს შემთხვევაში. ირანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი, ფაქტია, რომ განადგურებულია. ხანდახან ტრამპი ხუმრობს ხოლმე, ცხადია ეს ძალიან მწარე ხუმრობის შინაარსს ატარებს, რომ აღარც კი ვიცით ვის ველაპარაკოთ, იმდენი დონის ხელმძღვანელობა გავანადგურეთო. 100-ია მართლაც. მაშინ რატომ არ იშლება სისტემა და როგორ ახერხებს ირანი წინააღმდეგობის გაგრძელებას? დიახ, სისტემა არ იშლება ნამდვილად, იმიტომ რომ პირველ რიგში დიდი ხნის სისტემა გახლავთ. ძალიან მრავალი წლის სისტემაა და ყარდებოდა აწლეულებით, ემზადებოდა ამგვარი კონფლიქტებისთვის და ასევე ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ სისტემას და ამ რეჟიმს უნდა გააჩნდეს სერიოზული მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით, სხვადასხვა შეფასებებით 20-30% მოსახლეობისა მხარს უჭერს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 90 მილიონია ირანის მოსახლეობა, ან უფრო მეტიც, ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა, ათეულობით მილიონი ადამიანები და ზუსტად ისინი მომხრეები რეჟიმის არიან შეიარაღებული და მათი მოწინააღმდეგები კი არ იარაღებოდნენ ქურთების გარდა, ქურთები ეს განსხვავებული ისტორია, უმრავლესობა მოსახლეობისა შეიარაღებული არ არის ირანში და ეს უნდა გვახსოვდეს და ამის გარდა გვიწევს აღიარება იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში თითქმის რაც წინა ესკალაციიდან გაიარა ერთმა წელმა, გასულ წელს რეჟიმმა მოახერხა ორგანიზება და შექმნა სისტემა, როდესაც ხდება ჩანაცვლება ლიდერების, როცა წინასწარ არის ცნობილი ვინ ვის ჩანაცვლებს და 3-4 დონეა აი ამ ჩანაცვლების, როგორც ვიცით, და ეს აძლევს სიცოცხლის უნარიანობას ამ რეჟიმს და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ და თქვენ სრულიად გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ არ ვკარგავთ ოპტიმიზმს ისრაელში აქ ადგილზე, იმიტომ რომ ზარალი, ეკონომიკური ზარალი, სამხედრო ზარალი, რომელიც მიადგა ირანის რეჟიმს, გახლავთ მნიშვნელოვანი და უმრავლესობა მოსახლეობისა, როგორც ჩვენ გვესმის, დღეს ხარს არ უჭერს აღნიშნულ რეჟიმს და მე ასევე ხედავ, რომ იერუსალიმში და ვაშინგტონში ამის იმედი აქვს, რომ ეს ორი ფაქტორი ერთად საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს სიცოცხლის უნარიანობა რეჟიმის დავა ნულამდე. ბატონიკოვ, ისრაელის დაზვერვის სამსახურებზე, სპეცსამსახურებზე არც თუ უსაფუძვლოდ დადის ლეგენდები. და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ერთი უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურის შესაძლებლობები არ არის, ასე ვთქვათ, უსაზღვრო და ყველაფერი ართმად მათ შეუძლიათ. თუმცა აი ამ ოპერაციის მიმდინარეობის დროს ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება, განსაკუთრებით თეთრი სახლის ეროვნული უშუალოების საბჭოს აპარატის მიმართ, უკავშირდება ფუჭ მოლოდინებს და უკავშირდება ასე ვთქვათ ალტერნატიული პარალელური გეგმის არარსებობას, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს და
შტაბეშტილებას რო თითქოს აი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ როცა ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც მოსალოდნელი იყო ირანის შიგნით აი მერე დაიწყო ძიება გარკვეული რესურსების რომელსაც ადგილზე ანუ თავად ირანში შიდა წინა აღმდეგობების ორგანიზება და მათი ეფექტური სვლა მაგალითად აი თეირანისკენ უნდა უზრუნველეყო ამ ხრივ ისრაელის სპეცსამსახურებს ყოველთვის უფრო ზუსტი ინფორმაციები ჰქონდათ ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს ირანის ტერიტორიაზე. რამ გამოიწვია ასეთი აცდენა ერთის ხრივ პოლიტიკურ მოლოდინებსა და იმ რეალობას შორის რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს ირანში, რაზეც თქვენ საუბრობდით? სრულიად გეთანხმებით ჩვენ უსაფრთხოების ქსელში ანალიტიკოსებში ისრაელისა რომლებიც ამ პრობლემაზე მუშაობენ იგივე აღქმა აქვთ რა თქმა უნდა მართალი ბრძანდებით ისრაელის დაზღვევა ერთ-ერთი საუკეთესოა სოფლიოში და ზოგჯერ საოცრებებს თავაზობს რაც შეეხება მტრული ჯარების პოზიციებს მტრული ქვეყნების ლიდერების განთავსებას ესეა ნამდვილად მაგრამ ერთი რამე იმის ცოდნა სად არიან რაკეტები განლაგებული ტანკები სხვადასხვა ხელმძღვანელები ეს ერთი საქმეა და მეორე წინასწარ პროგნოზირება თუ როგორ მოიქცევა ესეთი რთული სისტემა, რომელიც გახლავთ ირანის სახელმწიფო, ირანის რეჟიმი, უფრო ფართე რეგიონალურ კონტექსტში, როგორ მოიქცევიან მეზობელი ქვეყნები, ეს ძალზე რთული ამოცანა და ბევრი თulis, რომ პრაქტიკულადაც შეუძლებელია და ამიტომ დაზვერვისგან სრულიად გეთანხმებით, ნამდვილად ვერ დაველოდებით საოცრებებს. ისრაელის დაზვერვაც კი ამგვარ პროცესები მისთვის ძალიან რთულია, წინასწარ ვერ გათვლის და მერე შემდგომ ეფექტურად მართოს პროცესები ისრაელის დაზვერვას არ შეუძლია და ეს შეუძლებელია და ჩვენ გვესმის რომ იგივე მოსაადშიც ამ ოპერაციის წინ იყო გაფრთხილებები ისრაელის ხელმძღვანელობის მიმართ რომ სიტუაცია შეიძლება კონტროლის ფარგლებს გასცეს და განვითარდეს არა ისე როგორ ელის ამას ისრაელის ხელმძღვანელობა მაგრამ რეალურად თავარი პასუხისგებლობა ეს არის ჩვენი ლიდერების მხრებზე, როგორც ჩვენი ლიდერის მხრებზე, ისე ამერიკის ლიდერის მხრებზე, იმიტომ რომ ქონდათ რაღაცა მოლოდინები და როცა ეს მოლოდინები ვხედავთ რომ ბოლომდე არ რეალიზდა თუმცა არავინ პანიკაში არ ვარდება ნამდვილად, მაგრამ ჯერ როგორ ჩანს, პირველადმა გეგმებმა არ იმუშავა და გეთანხმებით ეს არის ნორმალური სიტუაცია, როდესაც გარკვეულ პროცესში, როცა პირველადი გეგმები არ მუშაობს, მათი გადასინჯვა ხდება საჭირო, ახალი მიდგომების ზებნა ხდება საჭირო და აი ეს ჩვენ დავინახეთ ტრამპის მიმართვაში ევროპელებისადმი დახმარების თხოვნის თვალსაზრისით და ცდილობები რომ ირანში მოენახა მხარდამჭერები დიახ ეს ხდება დაზვერვა შეუძლია დახმარების აღმოჩენა ამაში ანალიტიკოსები დაზვერვის არა მხოლოდ დაზვერვის არამედ აკადემიურ სტრუქტურები ცდილობენ ანალიზს იმისა თუ რა ხდება ირანში როგორ ვითარდება და როგორ შეიძლება განვითარდეს ეს სიტუაცია და ნამდვილად შესაძლებელია რომ ერთობლივი ძალისხმევით ამერიკელებს შორის ამერიკელების მხრიდან რომელსაც გააჩნია დიდი პოტენციალი ისრაელის ჩათვლით და ჩვენი მოკავშირეების რეგიონში რაღაცნაირად შეუძლებს სიტუაცია ირანში ბატონო იაკოვ მოდით თქვენ ახსენეთ გაგაწყვეტინებთ თქვენ ახსენეთ შეერთებული შტატების მოკავშირეები რეგიონში და მოდით შემდეგი კითხვა ზუსტად ამას დაუკავშიროთ და თქვენი პასუხი იქნება საინტერესო ირანის საპასუხო სტრატეგიამ როგორი მოქმედა სწორედ ყურის ქვეყნებზე. შეიცვალა თუ არა მათი უსაფრთხოების განცდა და პოზიცია ამ ომში და აი ისრაელისთვის ოდნავ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მდგომარეობას გააუმჯობესებს თუ დაამძიმებს? ძნელია ამ ეტაპზე თქმა ბრწყინვალე კითხვაა აბსოლუტურად გასაგებია რომ ყველა ის ეჭვი რაზეც ვლაპარაკობდით ეს ეხება რა თქმა უნდა ყურის ქვეყნებს და როიტყვიან ჩაუქროლებენ გონებაში სპარსეთის ყურის ხელმძღვანელებს და
ყურის ქვეყნების ხელმძღვანელებს ფართედ ხდება მათი განხილვა და ეხლა ისეთი შეგრძნებაა, რომ ისინი ამერიკის გარშემო გაერთიანდნენ ოფიციალურ დონეზე, მხარს უჭერენ იმას, თუ რას აკეთებენ ამერიკელები ირანში, ისრაელი რას აკეთებს ირანში და ჩვენ ისრაელში მოგვეხსენება, რომ სხვადასხვა არხებით, დიპლომატიური უსაფრთხოების არხებით ხორციელდება მუდმივი კონტაქტები იერუსალიმსა და ყურის ქვეყნებს შორის, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც ყველა მსგავს სიტუაციაში აბსოლუტურად გასაგებია, თუ შედეგი არ იქნება ისეთი, როგორც ამას წარმოიდგინენ იერუსალიმში და ვაშინგტონში, რეაქცია ოფიციალური ყურის ქვეყნების იქნება აბსოლუტურად უარყოფითი და ყველაფერი შეიძლება განვითარდეს არა იმ სცენარით, რაზეც ფიქრობენ ვაშინგტონში და იერუსალიმში. მაგრამ კიდევ და კიდევ უბრუნდები ჩემ წინა პასუხს, ჯერჯერობით არც ჩვენთან არც ამერიკაში ოპტიმიზმს არ კარგავენ, სიტუაცია ასე თუ ისე ნორმალურია, ეს ხდება დიდი კონფლიქტების დროს მეორე მსოფლიო ომში, თავიდან ვერ მიაღწიეს იმას, რაც სურდა, თავიდანვე ამას დრო დასჭირდა, ამიტომ ჯერ ჩვენ გვაქვს მოთმინების რეზერვი ამ თვალსაზრისით. ბატონო იაკობ, აი დღეს ვაკვირდებოდი სიახლეებს, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო ძალების და მისი შეიარაღების გადაადგილებას უკავშირდება და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის მიერ ამ ოპერაციის დასაწყისში გამოცხადებულ გეგმას მიყვებიან ნაბიჯ იმის მიუხედავად, რომ ტრამპის მხრიდან გვესმის პოლიტიკური განცხადებები, რომ აი თითქოს უკვე დიპლომატიური და პოლიტიკური შეთანხმების სერიოზული წინაპირობები არსებობს. ამაში გასაკვირი არაფერია, ვაკვირდებით რა ტრამპის, ვთქვათ, საჯარო საკომუნიკაციო პოლიტიკურ ტექნოლოგიურ ზიგზაგისებურ თავისებურებებს შეიძლება ეს მოულოდნელი არ იყოს, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს ერთის მხრივ ტრამპის მცდელობას ისრაელთან ერთად სამხედრო შეიარაღების კიდევ უფრო კონტრასტულად დიდი განსხვავების მიღწევისა, აი პროპორციის მიღწევისა, რომ მოლაპარაკებათა მაგიდაზე იძულებით დასვას ირანის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, თუ მიზანს მაინც წარმოადგენს სრული საბოლოო განადგურება და სრული კონტროლის ქვეშ ამ ქვეყნის აყვანა. აი კითხვას ასეთ ფორმულირებას მივცემდი. დღეს ვაშინგტონის და ისრაელის მიზნები რამდენად ემთხვევა ერთმანეთს და არის თუ არა განსხვავება იმაში, როგორ უნდა დასრულდეს ომი ორი დედაქალაქის იერუსალიმის და ვაშინგტონის პერსპექტივიდან. ასევე შვენიერი კითხვა, წინვალე კითხვა, როგორც ჩვენი პოლონელი მეგობრები აცხადებენ, კარგი გეგმა ყოველთვის უნდა იყოს ცვლილებების სუბიექტი და შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ ხანგრძლივ და რთულ პროცესებში, როგორც არის ეს ომი, სრულად გეგმას მიიყვეთ თავიდან შექმნილ გეგმას არის შეუძლებელი და პასუხს ვცემ თქვენ კითხვას, რის მიღწევას ცდილობს იერუსალიმი და ვაშინგტონი, რა თქმა უნდა, გასაგებია, სრულად გასაგებია, მთლიანად გასაგებია, რომ ჩვენთან ისრაელში გეგმა მაქსიმუმი გახლავს ირანის რეჟიმის განადგურება, რომელიც 50 წელი ცდილობდა განადგურებას არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ებრაელების, რომელიც აქ ცხოვრობენ და მთელი რიგი სისხლიანი ტერაქტების ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მის უკან იდგა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმაზე და ირანში არის საათი, რომელიც ითვლის დროს ისრაელის განადგურებამდე. და რა თქმა უნდა, აქ არავინ არ იტირებს და არ იქვითინებს იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი საბოლოოდ იქნება განადგურებული, თუმცა ვხედავთ დღეს, რომ ეს არის ძალიან ხანგრძლივი პერსპექტივა, ჩვენ გვესმის, რომ ერთი თვის ომის შემდეგ, რომ მართალი ბრძანდებით, რომ ტრამპ შეიძლება შეეცვალოს მიდგომები, განწყობები, იდეები და დღეს იგი უფრო მიდრეკილია მოლაპარაკებისადმი, ვიდრე ბოლომდე რეჟიმის განადგურებაზე ფიქრობდეს. და ამიტომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეჟიმი თუ დარჩა ხელისუფლებაში, მაქსიმალურად სამხედრო პოტენციალი
და მისი პოტენციალი შექმნას ბირთვული იარაღი, მისი პოტენციალი ხარი დაუჭიროს თავის დობით აღჭურვილ ქვეყნებს თელ რეგიონში, რომ ეს პოტენციალი რაც შეიძლება მაქსიმალურად იქნას განადგურებული და მინიმიზირებული. ეს ამ ეტაპზე, როგორც მე მესმის, გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი ისრაელის ამოცანა და შემდეგ როცა ეს გაკეთდება, თუ ეს რეჟიმი დარჩება ხელისუფლებაში, თუ ტრამპი შეძლებს მოლაპარაკებას ზოგიერთი თეირანის პრაგმატიკოსთან, მაგალითად პეზეშკიანთან, პრეზიდენტთან, აი ესეთ სიტუაციაში, რომელიც არის ირანის ეკონომიკაში, მის საზოგადოებაში, შესაძლებელია ალბათ იქ თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა თავიდან მოიცილებს ამ რეჟიმს. ეს არ არის სავალდებულო, რომ ჩვენ გავაკეთოთ ეს. ჩვენ დღესდღეობით გვინდა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავასუსტოთ ეს რეჟიმი, რომ მან ვერ შეძლოს წინ წამოწევა თავისი გეგმისა ისრაელის განადგურებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის გულშემატკივრობ და გვახარებს ისრაელის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რომელიც ისრაელის სახელმწიფოებრიობას დაიცავს და გრძელვადიან მშვიდობას უზრუნველყოფს. თუმცა ისრაელი ისეთ გარემოშია, რომ ამისთვის ძალიან დიდი მსხვერპლის გაღება უწევს. საქართველოს და ჩვენი სამხრეთ კავკასიის როგორც რეგიონის პირობებში ასეთი მუდმივად საფრთხის მატარებელი ქვეყანა, აგრესორი, რევიზიონისტი სახელმწიფო ამ გაგებით არის რუსეთის ფედერაცია, ამიტომ ისიც სრულიად ცხადია, რომ არა მარტო ადამიანურ კულტურულ დონეზე მეგობრული განწყობისა და ასე ვთქვათ გულშემატკივრობის გარდა სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისითაც ჩვენ ძალიან გულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს და უკრაინის სახელმწიფოს. ანუ მარტივად რო ვთქვა, ისრაელი, როგორც ჩვენი ისტორიული, ასე ვთქვათ, ისტორიულად საქართველოს და ქართველების მეგობარი ერის და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს გულშემატკივრები ვართ და უკრაინას გულშემატკივრობთ, მათ შორის სწორედ იმის გამო, რომ რუსეთის სტრატეგიული მარცხის დაფიქსირება ხას უსვავ მოლოდინი იმის, რომ ეხა მოსკოვი დაეცემა, ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ სტრატეგიული მარცხის დაფიქსირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, თავისუფალი მსოფლიოს მომავლისთვის და მათ შორის საქართველოს პერსპექტივისთვისაც. ამ მხრივ გარკვეული კრიტიკული ტონები ჩემი სუბიექტური აზრით დასაბუთებული არა მარტო უკრაინის მხრიდან ისმოდა ისრაელის ხელმძღვანელების მიმართ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიული ფართომასშტაბიანი ომის განსაკუთრებით პირველი წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ეხმარებოდა ოღონდ ძალიან შეზღუდული რესურსებით უკრაინას, ის რუსეთთან, ნეთანიაჰუ, პუტინთან ძალიან ფრთხილ თამაშს ეწეოდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაინც ეს უფრო ნეიტრალიტეტი იყო, ვიდრე აქტიური მხარის დაჭერა. ირანთან ახლა განახლებულმა კონფლიქტმა რა აჩვენა, უბრალოდ ჩემი შეკითხვა ამაში მდგომარეობს, მათ შორის ირანის უკრაინის ომში მონაწილეობის ნაწილში რა შედეგები მოუტანა ახლა ისრაელს ამ კონფლიქტს, მათ შორის ყურის სახელმწიფოებს იმ ახალი შესაძლებლობების უფრო ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით, რომელიც მან სწორედ უკრაინაში დატესტა და უკრაინის გამოცდილება რამდენად ანგარიშ გასაწევი გამოყენებად შეიძლება აღმოჩნდეს, მათ შორის ისრაელისთვისაც. Активным и полезным для Израиля. Да. Я согласен совершенно. ეთანხმებით სრულად პირველ რიგში მინდა გიპასუხოთ ასევე ჩვენი მხრიდანაც ისრაელში ძალიან უყვართ საქართველო ძმური ქართველი ხალხი და თქვენი მონამორჩილი მრავალჯერ იმყოფებოდა საქართველოში, ჯერ ბავშვობის პერიოდში, ბოლო წლებში თბილისში, მიყვარს ეს ქალაქი, მიყვარს ბრწყინვალე ქართველი ხალხი, თქვენი კულტურა, ისტორია, ყველაფერი. ამიტომ ნამდვილად ჩვენ ქვეყნებს გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთობები და ერთმანეთს სულ ესე იყოს.
რაც შეეხება ისრაელის პოზიციას უკრაინაში, მართალი ბრძანდებით, დიახ, ჩვენი ხელმძღვანელობა ფრთხილ პოზიციას იკავებდა ესე დიპლომატიურს, იმიტომ რომ ჩვენი ხელმძღვანელობა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ნატანიაჰუ თვლიდა და მრავალი ანალიტიკოსი უსაფრთხოების სისტემაში, დიპლომატიაში მიიჩნევდნენ, რომ 22 და 23 წლებში სანამ ასადის რეჟიმი დაეცემოდა სირიაში, რუსეთი, რომელიც იქ იმყოფებოდა მუდმივად, ჯარები ყავდა იქ განლაგებული, რუსეთი მიიჩნეოდა ძალიან სერიოზულ მოთამაშედ რეგიონში, რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით დამოკიდებული იყო ჩვენი საჰაერო ძალების თავისუფლება და მოქმედების თავისუფლება სირიაში და ჰეზბოლას წინააღმდეგ, რომლებიც იქ იყვნენ გამაგრებულები და ჩვენთვის იყო გადაწყვეტილი ესე რომ ჯობია ერთმხრივი პოზიცია არ დავიკავოთ, დავბალანსდეთ, რაც შეეხებოდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მაგრამ გეტყვით, რომ უმრავლესობა ისრაელის მოსახლეობის, ისინი ვინც ჩამოვიდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ისინი ვინც ცხოვრობენ ისრაელში, ებრაელები, რომელსაც ფესვები არ აქვთ საბჭოთა კავშირში, თავიდანვე ჩვენივრად ესმოდათ, ვინ იყო აგრესორი და ვინ იყო მსხვერპლი ამ საშინელ კონფლიქტში. და რა თქმა უნდა, უკრაინას უჭერდნენ მხარს და აგრძელებენ მის ხარდაჭერას. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საელჩო კიევში ელჩი მიხეილ ბროდსკი, ჩემი ახლო მეგობარი, მათ ბევრი გააკეთეს ამ ძიმე სიტუაციაში, რომ ხარი დაეჭირათ უკრაინის ხალხისთვის სხვადასხვა დონეებზე და ის რაც ვიცით, რომ მაგალითად ჰოსპიტალი გახსნეს ლვოვში, სამხედრო ჰოსპიტალი და სხვადასხვა დონეებზე ჰქონდა დახმარება და კონტაქტები, რაზეც ნაკლებად ლაპარაკობენ და დღესდღეობით, როდესაც ჩვენთან ხდება ის, რაც ხდება და ჩვენი ქალაქები, ზუსტად ისე როგორც უკრაინული ქალაქები ხდება აბსოლუტურად დამიზნული, გამიზნული დარტყმების ობიექტად, ჩვენ ფაქტიურად ხდება დაბომბვა ჩვენი მხრიდან სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ბირთვული ინფრასტრუქტურების დაბომბვა, მაგალითად, ირანი ვერ არტყავს სტრატეგიულ ობიექტებს ისრაელში და ურტყავს ჩვენ საცხოვრებელ უბნებს, საცხოვრებელ ქალაქებს. მე და ჩემი ოჯახი რამდენჯერმე დავდივართ თავშესაფარში დღეში და საშინელებაა. ჩვენ აბსოლუტურად გვირტყავენ მხოლოდ რო იტყვიან სამოქალაქო სექტორს ურტყავენ და აქ უკრაინის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ისრაელისთვის და ცდილობენ ამ გამოცდილების გადმოღებას ისრაელში კონტაქტები არის. ჩვენმა პრემიერმა გახსნილად ბრძანა ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ და რა თქმა უნდა, კონტაქტები, სერიოზული კონტაქტები არსებობს ყურის ქვეყნებთან და დღეს ჩვენ რეგიონში, ჩემი აზრით, ისე როგორც ისრაელში, ასევე ყურის ქვეყნებში უფრო უკეთესად ესმით, რას წააწყდა უკრაინა, რას გზნობს ბოლო წლების განმავლობაში და რაც წააწყდა საქართველო 2008 წელს. იმ დროს რუსეთის შეჭრა საქართველოში იყო აბსოლუტურად უცხო კონფლიქტი, შორეული კონფლიქტი. დღესდღეობით ვფიქრობ, რომ ბევრს დღეს ესმის, რომ სინამდვილეში რაც ხდებოდა, რასაც აკეთებს რუსეთი ყოფილ საბჭოთას კავშირის ტერიტორიაზე და ირანი რასაც აკეთებს უკვე მრავალი წელი ჩვენ რეგიონში, ეს გახლავთ ერთი ჯაჭვის ნაწილი და საერთოდ ძალებით უნდა შევიწინააღმდეგოთ მას უკრაინის ხარდაჭერით და იმედი მაქვს, რომ ისრაელის ხარდაჭერა უკრაინისა და ყურის ქვეყნების ხარდაჭერა უკრაინისა გაძლიერდება უახლოეს ხანებში. ბატონო იეგო, ბოლო კითხვა უნდა დაგისვა ჩვენი ჩართვის დრო, რადგან იწურება, მაინც რო შევკრათ, ასე ვთქვათ, ჩვენი საუბრის ძირითადი შინაარსია, თქვენი შეფასებით რა იქნებოდა ამ ომის, ანუ ირანის წინააღმდეგ მიმართული ომის ოპტიმალური დასასრული ისრაელისთვის და რა შედეგი ჩაითვლება რეალურ სტრატეგიულ გამარჯვებად ამ შემთხვევაში?
როგორც მოგახსენეთ უკვე მაქსიმუმი გახლავთ მინიმუმამდე დაყვანა განადგურება ირანის სამხედრო პოტენციალის და ასევე ეკონომიკური შესაძლებლობისა რომ ირანმა მხარი დაუჭიროს თავის დობით აღჭურვილ ძალებს იქნება ეს ჰეზბოლა, ხუსიტები, მილიციები ერაყში ეს იქნება ძალიან სერიოზული გამარჯვება რაც მოგცემს საშუალებას ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჩვენ კოლეგებთან ყურის ქვეყნების რეგიონიდან და უფრო ფართე რეგიონის თვალსაზრისით აქ იგულისხმება ჩრდილოეთ აფრიკა ასევე კოლეგები კავკასიიდან საქართველოს ჩათვლით მოგცემს საშუალებას შევცვალოთ ფორმატი ჩვენი რეგიონის გავხადოთ უფრო პროგნოზირებადი უფრო სტაბილური და ისეთი რეგიონი უნდა შევქნათ სადაც ყველა მოსახლე ამ რეგიონის უფრო უკეთესად იცხოვრებს ვიდრე ომამდე ცხოვრობდა ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ვიმედოვნებთ რომ ისრაელი შეერთებულ შტატებთან ერთად მიაღწევს თავის სტრატეგიულ მიზანს ყველა შემთხვევაში ეს უკეთესი იქნება მთელი მსოფლიოსთვის გემშვიდობებით